სტილის სამინისტრო რადიო იმედზე. Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, წარმატებულ ორშაბათის სამუშაო დღეს გისურვებთ. მართალი ამბობენ, რომ ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დამერწმუნეთ, თქვენ არ უნდა ენდოთ ამ სტერეოტიპებს და თავად დაამსხვრიოთ ის. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ორშაბათი კი არა, სამშაბათის დილა 12-20 წუთია ყველაზე მძიმე. მოკლედ, ფაქტია, რომ ადამიანს თვითონ აქვს ძალა და რესურსი იმისა, რომ რაღაცები შეცვალოს. ამ ადამიანმაც ზუსტად ასე შეცვალა საკუთარი ცხოვრება, ის 4 წელია რაც საქართველოშია. ბაქოდან თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, შემდეგ ქვეყნის სილამაზე მისე მოხიბლა, რომ აქ სამუდამო დარჩენა გადაწყვიტა. ამბობს, რომ მეტი სიმწვანეა და აზიური არქიტექტურა საინტერესოდ ეწყმის ევროპულს და ლონდონის ნაცრისფერ ამინდსაც თბილისის ამინდი ამჯობინა. მოკლედ, ჯოზეფ სმიტი, ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც სულ წუწუნებს და ნერვიულობს იმაზე, რომ სრულყოფილად არ იცის ქართული, მაგრამ თქვენ ახლა ნახავთ 4 წლის განმავლობაში მან როგორ შეძლო ჩვენი ენის სწავლა. დილამშვიდობისათვის. დილამშვიდობის. მადლობა რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენს. დავიწყოთ სულ თავიდან. 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ ბაქოდან გადმოხვედი. მე ვიცი ეს ისტორია, მინდა რომ უბრალოდ მსვენელმაც მოისმინოს. კარგი, მე პირველად ჩამოვედი საქართველოში 2011 წელს. მაშინ მუშაობდი, სტაჟერი ვიყავი ბაქოში. და აზერბაიჯანის ცნობარში იყო ერთი გვერდი საქართველოს შესახებ, ანუ ეგ არის განსაკუთრებული ქრისტიანული ძველი ცივილიზაციაო და ძველი, ანუ უცნაური ანბანი წერინო და ხაჭაპურს ჭამენო და მეთქი რათომაც არა წავალ, კაი. ხო და მივედი და იცი 3 დღე ჩამოვედი საქართველოში თბილისში, დავათვალიერე, გავიცანი ძალიან კარგი შემადგენლობა, ხელი მეგობრები და ძალიან მომეწონა, პირველად რომ დავინახე როგორი ქალაქია, შეხვდე ძალიან მყუდრო ქალაქი, მწვანე ქალაქი. სტუმართ მოყვარეებიც ხომ ვართ? კი, რა თქმა უნდა და კიდევ სამზარეულო რაღაცა ახალი იყო ჩემთვის. და დარჩი. მაშინ არა, ერთი კიდევ დაბრუნდი ლონდონში და ერთი წლის შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად. ესე იგი, მე არ ვიცი რამდენია, რომ ლონდონიდან თბილისში მოდის, პირიქით ხდება ხოლმე უფრო. მაგრამ უფრო მეტიც უნდა იყოს, ჩემი აზრით. ხო, დასაკვირველია, პრეცედენტი შენ დაუშვი, მე მგონი. 4 წლის განმავლობაში რისი კეთება გიწევს ჯოზეფ ჩვენს ქვეყანაში? ანუ შესაქმნელობაზე. პირველად დავიწყე ინგლისურის მასწავლებლად, კი ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, უცხოელი. მე ჟურნალისტიკა დავიწყე, ეს ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო საქმიანობა, ძალიან მომეწონა და ეხლა მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, კავკასიის ბუნების ფონდი, რომელიც არის გერმანიის მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაცია. და რისი კეთება გიწევს? მე ვარ PR-ის კომუნიკაციის და ცნობადობის კონსულტანტი, ასე ვთქვათ, ანუ მუშაობ მაგათთან და ცნობადობის ამაღლების თემაზე მუშაობ მე. კი ბატონო, და მე ვიცი რომ გაქვს სურვილის და პრინციპში ერთგვარი რაც ყოველდღიურობა გინდა რომ დააკავშირო თქვათ იგივე ქართულ ბუნებასთან, ქართულ სილამაზესთან, იმ ყველაფერთან, რითაც პრინციპში ჩვენ გამორჩეული ვართ, არა მხოლოდ რუკაზე. და ხარ არაერთ ადგილზე ნამყოფი, ფაქტობრივად ჰობივით გაქვს რომ იმოგზაურო ჩვენს ქვეყანაში და ათვალიერო ის. ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება რომელმა კუთხემ მოახდინა შენში და რა კუთხით? იცით რა არის, ახლა მიწევს სამსახურში სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებში მოგზაურობა და რა ვიცი, ერთი რომ ვერავარჩიო, ძალიან ბევრი ძალიან ლამაზი კუთხე. ახლა აწყოში ვიყავი ბორჯომ ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებში ვიმგზავრე და ძალიან მომეწონა. იმის მხრივ რომ საერთოდ ბარში რო ხართ, ხო, სხვადასხვა რამე სანახავ, მაგრამ მთაში რო ვადიხარ და კავკასიონს უყურე პირდაპირ, ეს არის საოცრება. აი მეგობრებო, როგორ საუბრობს და როგორ აზროვნებს ეს ადამიანი ქართულად. 2921188 2921199 გახლავთ სტუდიის ტელეფონის ნომერი, თუ სურვილი გაქვთ ბუნებრივია დააგვირეკეთ და დაუსვით ჯოზეფს შეკითხვა. ჯოზეფ, შენ ასევე ვიცი რომ ძალიან აქტიურად დადიხარ ეკლესიაში. ეს თემა მინდა რომ
ფაქტობრივად რა სურათების ნანახი მაქვს თქვათ, შენი დამოკიდებულებაც არის რაღაცნაირად ძალიან განსხვავებული. როგორ მოხდა ეს? ეკლესიასთან კავშირი საქართველოში დაიწყე თუ თქვათ მანამდეც ქონდა შეხება? მე ძალიან აქტიურად მე ადრე ანგლიკანი ვიყავი, აქტიურად დავდიოდი სტიქოროსანიც ვიყავი ანგლიკანურ ეკლესიაში, მაგრამ დავიწყე ფიქრი თუ საჯობია და დავიწყე სიარული რუსულ ეკლესიაში შაბათობით, ცოტა დავდიოდი მოკლედ და აი რომ ჩამოვედი საქართველოში დავინა ეს იყო ერთი ყველაზე მომხიბვლელი ფაქტორი შემთთვის რომ მართლმადიდებლური ქვეყანა და ანუ ნახე როგორ ხალხი დადის და აი ან ძალიან ბევრი ხალხი დადის ლონდონში ცოტა ნაკლებად დადიან ანუ ქრისტიანობა ცოტა ნაკლებად ისე აქტიურია ხო ну და მომეწონა და დავიწყე სიარული და გადავწყვიტე მონათლული ვიყავი მოინათლე აქ მოვინათლე სად რომელ წარში რომენტაზაში და დიდ სამებაში, სადაც აუზია, რადგან დიდი ვარ უკვე და აი მაშინ ვიღებდები. დიდი ვარ უკვე, კარგი იყო. ვინ არის შენი ნაცლიები? ჩემი ნაცლი არის ამერიკელი ბერი, მაგრამ აქ მეგონი ბევრი ესეთი საპატიო ნაცლიები მყავს. ერთ-ერთი ვისთანაც ქართულ ოჯახში ცხოვრობდი მაშინ, როცა მოვინაცლი და ისინი არიან ჩემი საპატიო ნაცლიები, ესე ვთქვათ და კიდევ ძალიან ბევრი ალბათ შორს ჩემი. კი ბატონო, რა მოგწონს ყველაზე მეტად ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში? გარდა იმისა, რომ ბუნება და ადიხარ ათვალიერებ, თქვათ სამზარეულოზე ვილაპარაკეთ, ნუ ადამიანებზე კიდევ რა არის ესეთი რაც ხიბლავს? ხო, არ ვიცი, ანუ უკვე 4 წელი რაც აქ ცხოვრობდა, თაფლობის თვე უკვე დამთავრებულა, ასე შეიძლება ვთქვა და რა ვიცი, ნუ ერთ რაღაცაზე არ არის საუბარი, აი ზამ მომწონს აკაურობა, და ვარ, გასაგებია. სამზარეულოს თემას მინდა რომ შევეხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ ხა ამბობენ რომ ქართველებისთვის გულზე გამავალი გზა კუჩის მონახულებით არის და რა ხიბლავს ყველაზე უფრო მეტად, ნუ ხაჭაპურს ტყილა არ ახსენებდი, რაღაცა აკეთებ ვიცი შენს მწნილებს მგონი თუ რაღაცა. მწნილებს აკეთებ სახში კი. და იმიტომ მწარე ძალიან მწარე მომწონს და მაგით აი ჩემი გაკეთებული ყველაზე სამეგრელოში ხარ ნამყოფი? ვარ ნამყოფი. ხო, ისეთია რომ ვერ გადარჩები. მე მგონი მე სამეგრელოში უნდა დავბადებული ვიყო. მე მგონი შენ მეგრელი ხარ. სმიტაია, რაღაცა ეგეთი. კაი, ჩემო კარგო, ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ ისევ დავბრუნდებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ სმიტი. შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დავსვათ კითხვები ამ ადამიანს და გავაგრძელებთ საუბარს სულ რაღაც 5 წუთში, ასე რომ დაგველოდეთ. თბილისის სამინისტრო რადიო ინოზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ რადიო იმედის თბილისის სამინისტროს უსმენთ და ჩვენი სტუმარია ჯოზეფ სმიტი, ბრიტანელი ჟურნალისტი. ჯოზეფმა თქვა, რომ 4 წელი უკვე ფაქტობრივად თაფლობის თვე დაასრულა და წლები უბრალოდ საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ სამზარეულოზე, ის სახში აკეთებს წნილებს და განსაკუთრებით უყვარს თურმე მწარე, მაგრამ ამას გარდა ყავს მეზობლები. რომლებიც ესე იგი მუდმივად აწუხებენ ერთი შეკითხვით, რომ როდის მოიყვანს ჯოზეფი ცოლს? კი ბატონო. და მე რა პასუხია ჯოზეფს მეზობლებთან? როდესაც ჯოზეფას უნდა, რა ვიცი, ჯოზეფას კარგი იყო. რა ვიცი. ნუ ზუსტად ესეთი ძნელი მოსასმენია, როდესაც მუდმივად არის შეკითხვა. მაგრამ არა მაწუხებს იმათად რომ ვკითხო, მაგრამ ძალიან თქვა ნერვიულობენ ჯოზეფ. ო ნერვიულობ ჩემზე ნერვიულობ. კი რასაკვირველია ეს ქართული ჩვეულებრივი არის ანუ წნილის მარაგი მაქვს სახში და გებული და კი ბატონო ამ მშობლებთან ურთიერთობა როგორ არის ვთქვათ? როგორ არის და კარგი არის, მაგრამ Skype-ით ვესაუბრები დედაჩემს ერთხელ კვირაში, მაგრამ რა თქმა უნდა კი ბატონო საკმარისი არ არის რა, ვაპირებ ან აგვისტოში ან სექტემბერში წასვლას ბრიტანეთში. ყავს ერთი ძმა, ხო თუ? ერთი ძმა და ორი და. ორი და, ხო. და ისინი სად არიან და რა საქმეა? ის სხვადასხვა ქალაქებში არის. ერთი ჩემი ძმა მუშაობს, ის მუსიკოსია. და ერთი და არის მედდა და მეორე დაუჯიხებული არ მუშაობს, ზრდის ბავშვი და. აჰა, გასაგებია. ყველაზე უფრო მეტად რა გენატრება თქვათ ბრიტანეთში? ამინდი არა. მაგრამ აი ლონდონში რომ ცხოვრობდი ეს და მომენათვის მრავალფეროვნობა და აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ხალხი ყველგან არის ჩამოსული და სულ რაღაც ხდება, ხო?
თუ რაღაც ხდება და ცოტა ოპერას სეზონი რო არის ცოტა გზელი ბრიტანეთში ვარიანტებით საერთოდ ცოტა მე ოპერას ფანი ვარ ძალიან დიდი და აკრო დამთავრდა უკვე სეზონი და ხო არა უშავს იმედი მაქვს რომ ახალი სეზონითაც მოიხიბლები. Რამდენიმდე აპირებ აქ დარჩენას, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, შენი მომავალი? ალბათ ბოლომდე არ ვიცი ჯერობით კი. მიიღე მოქალაქეობა? ჯერ არა, ეს არის ცოტა მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ძალიან ერთი წლის წინას მტკივნეული თემა იყო და რა ჭირდება იმისთვის რომ შენი მოქალაქეობა მოგცე? იცით რა არის, აი მე ბინადრობის ნებართვა მაქვს უკვე უფლება მაქვს ქვეყანაში დარჩენა, მაგრამ მე მინდა, უფრო აქტიურად თანამშრომლობ. არჩევნებზე წასვლა გინდა მე. თქვენ თუ მირჩევთ კი ბატონო, თავად. არა, ხო, ამბობდი რომ გინდა მონაწილეობა მიიღო ყველაფერში, იმიტომ რომ ფაქტობრივად შენი ხდი გადასახადებს და ბუნებრივია, რომ ხარ სრულფასოვანი წევრი საქართველოსი. რა თქმა უნდა, მე როგორც ნებისმიერი მოქალაქე მინდა შევითანო ჩემი წილი ქალაქის და ჩემი გარემოს გაუმჯობესებისთვის და ძალიან საინტერესო. ამას ვერ აკეთებ ეს არშივნების მეშვეობით ძალიან მიულია. გააკეთე უკვე განაცხადი ვთქვათ კი 2013-ში შევითანე განცხადება და უარყოფითი პასუხი მივიღე. იმიტომ რომ მე სავარაუდოდ საფრთხეს ვემუქრები საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ჩემო რა საინტერესო. ესე იგი მე ხა დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგა მინისტრი მისმენს საუბარია იუსტიციის მინისტრზე და ამიტომ ქალბატ მთეა მე აქედან თქვენ სამინისტროში ვაგზავნი ჯოზეფ სმითს და მის მონაცემს და კარგად დააკვირდით და შეისწავლეთ ეს ადამიანი თუ საფრთხეს არ წარმოადგენს და მე პირობას გაცნობთ რომ ეს არ არის ასე შეგიძლიათ მისცეთ საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ რომ მე არ ვიცი რომ გაიცნობ თავად მიხვდებით რომ თუ ვინმე არის ქართველი ეს ადამიანიც არ ვიცი ამ 4 წელიწადში რა ნახე ესეთი მეგონი შენ მართლა რა წინა ცხოვრებაში ქართველი იყავი და მე რაღაცა ბედის უკუღმართობამ გადაგისროლა იქით 브იტანეთში ხო რას კითხულობ თქვათ როგორ ატარებ დროს თავისუფალ დროს ნუ ოპერაში მე ძალიან საინტერესო რამეს ვიკვლევ ახლა თბილისურ არქიტექტურას და დავიწყე ერთი 3 თვის წინ დავიწყე ტურების ჩატარება ძველ ანუ თბილისის ძველ ქალაქში ძველ უბნებში ვერაზე და საკუთარ თავს უტარებ თუ ადამიანები დაგყავს მე ვატარებ ანუ ტურისტებს ვატარებ მე მაქვს რეკლამა გაკეთებული ინტერნეტში და მოდიან და ვატარებ ტურებს და ვათვალიერებინებ ტურისტებს თბილისის შესაბამისად და აგებინებ მათ კი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ესა თბილისის არქიტექტურას ძალიან საინტერესო ძალიან ბევრი სანახავია ქუჩებში და სადარბაზოებში განსაკუთრებით აი ისეთი აი შეხვა მაგალითად ეთყობა გარედან გადანგრეული სახლი და შეგნით სადარბაზო არის შენარჩუნებული თავისი მორთულობით და ძალიან ბევრი არის სანახავი სვენელი ყავს რომელიც გვირეკავს და რომელსაც ეჭვი მაქრო შეკითხვა აქვს შენთან მოგესალმებით დილამშვიდობისა მოგესალმებით დილამშვიდობისა მოგესალმებით თქვენ სტუმარს რომელიც სტუმარი კი არა უკვე საქართველოს მოქალაქედ შეიძლება და აქაურად ძალიან კარგად მეტყველებს ქართულად ამ 4 წელიწადში ანგლო-საქსონური წარმოშობის კაცს რა კარგად შეუსწავლია ქართული ენა და ქართული ბუნება ადამიანის ეს ძალიან დიდი მისასალმებელია და ბატონ ჯოზეფთან ერთი შეკითხვა ასეთი მაქვს რომ რუსულ ეკლესიაში დავდივარო და ისა რუსული ენა კარგად იცის ერთი ეს მაინტერესებს და მეორე სად შეიძლება როდის რა დროს სად არის ხოლმე ეკლესიაში რომ შევხვდეთ ან რომ გაინტერესებდეს მასთან გასაუბრება გაიხარე დიდი მადლობა ზარისთვის მადლობა დიდი მგონი რუსული კარგად არ იცი შენ მე საერთოდ არ ვიცი რუსული არ იცი ხო და მე მგონი რომ მეცოდნო და მე მგონი საერთოდ ვერ შევისწავლით ქართულს უი რატო ფიქრობ ასე და ვიცი იმიტომ რომ ხალხმა იცის რუსული ხო საუბრობენ ძირითადად და უბრალოდ ხო აღარ დაგჭირდებოდა ასე ვთქვათ გასაგები ქართული ენა სადად იხარ რომელ ტაძარში იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა პირადად გაგიცნოს და დაგელაპარაკოს მე დავდივარ ლუჯ მონასტერში სტიკაროსანი ვარ ლუჯ მონასტერში მონასტრის სტიკაროსანი გახლავთ შაბათ-კვირას ალბათ ხო შაბათ-კვირას დავდივარ კი ამ ბოლო პერიოდში რადგან საქმიანობა არ მანძილებს თავისუფალ დროს ცოტა ნაკლებად ანუ შაბათობით არ დავდივარ დილით წირვაზე თითქმის ყოველთვის ვარ ძალიან კარგი
ბრიტანული გარეგნობის არის ადამიანი, არ გაგიჭირდებათ მისი ცნობა მოკლედ. ჯოზეფ, მოდი ხა ვილაპარაკოთ, თქვათ, რაღაცნაირად მინდა რომ განსხვავებები და შედარებები დაინახო და მოუთხრო ჩვენს მსმენელს თბილისის და ლონდონის. სად გვანან ერთმანეთს, სად პირიქით ჩორდებიან და არიან განსხვავებულები. რთული სათქმელია, იმიტომ რომ უკვე 4 წელი გავიდა და მე მგონი ლონდონი და ბრიტანეთი ძალიან დიდად შეცვლილა, როგორც ჩანს და რა ვიცი, ლონდონი არის სხვანაირი ქალაქი, არის გლობალური ქალაქი, არის იქ ცხოვრობს ხალხი თითქმის ყველა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. შენ იცოდებ რა გადაწყვეტილებაც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში მიიღეს, ანუ გამოსვლას გულისხმობ, რატომ? თუ ვერ გავიგეთ. რეფერენდუმს გულისხმობ გამოსვლას ევრო. ნუ ჩემი აზრით ძალიან ცუდი ამბავი იყო. ხო, ანუ შენ არა ხარ. არა, მე ევროკავშირში გაზრდილი ვარ, არა სხვა სიტუაცია არ ვიცი. ევროკავშირის გარდა და როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს? რატომ მოხდა და მოკლედ მე მგონი პოლიტიკა ცოტა გაბანძდა, შეიძლება ასე ვთქვათ, რომ იმიგრაციაზე არის საუბარი და ანუ იმიგრანტებს ანუ ყველაფერში აბრალებენ და რა გითხრათ, აი ეს მუშურება უნდათ, კი. მაგრამ მე არ მინდოდა, მე ცოტა დიდი შოკი იყო, შოკში ჩავარდე, ეგრევე რომ წავიკითხე ეს ამბავი. ვიყავი და ანუ შებულებაზე ვიყავი და შებულებაში ვიყავი, ჩამოვედი მთიდან, წავიკითხე რომ ბორის ჯონსონი შეიძლება იყოს შემდეგი პრემიერი და ეგრევე შოკი მივიღე ძალიან. შენ მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მიიღე 4 წლის წინ აქ რო წამოხვედი ხო? კი, ალბათ. მიხდი ხო რომ მე მგონი ყველაზე უკეთესი თავშესაფარია. შეიძლება რამე ისწავლო ვთქვათ კიდევ ახალი ჩვენს ქვეყანაში, რაღაც ახალ საქმეს მოკიდო ხელი, როგორ წარმოგიდგენია? მე მინდა ჟურნალისტიკას დაუბრუნდე ძალიან კი, იმიტომ რომ აი მენატრება ის საქმიანობა ხალხთან ურთიერთობა, ინტერვიუების ჩაწერა, ხანუ ახალი ხალხის გაცნობა ეგ კი მენატრება ცოტა, მაგრამ არ ვიცი ჯერჯერობით ყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით და რა ვიცი ყოველი წელი ანუ ახალი რამის მომთანია ჩემთვის. ნამდვილად ფაქტის ახეზეა. შაბათ-კვირას ისვენებ ჩვეულებრივად. როგორ ატარებ ამ შაბათ-კვირას, ვინ არიან შენი მეგობრები, ვთქვათ, და სად ხვდებით ერთმანეთს? ეხლა დავიწყე სტუმრების მიღება სახლში. ანდრე ცოტა მერიდებოდა, ნუ ვით რომ მართო ვცხოვრობ, ჩემი სახლი ყოველთვის კარგად დალაგებული არ არის, მაგრამ ეხლა კი დავიწყე და ეს არის, ნუ მე ძალიან ვამაყობ ჩემი უბნით რა, მეზობლის საკითხენ ამის გარდა ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძველი უბნით, აი ძალიან მაგარი უბანია, ძალიან კარგი ხედვებია, ხედია. ხო და მომწონს. მე ვფიქრობ რომ აი ჩუღურაში ვინ ცხოვრობს, ყველა იქ ვინ ცხოვრობს, უნდა ამაყობდეს საკუთარი, ხო. მაგარია, ბრიტანელი რა ჩამოვა და უნდა იამაყო კითხვის. ეს მეგონი ყველაზე კარგია. და მეგობრები ვინ არიან? ანუ რა პროფესიის ადამიანები არიან? სად გაიცან? მე ძალიან ბევრ ჟურნალისტებს, ახლა პოლიტიკოსებს ვიცნობ. მოდიან უკვე სახლში? სახლში კი არა, მაგრამ საჭმევ. არა. ჩაის, ბრიტანულ ჩაის, ინგლისურ ცნობილ ჩაის ამზადებ. მე ძალიან ცუდი ინგლისელი ვარ, იმიტომ რომ საერთოდ არ მომწონს ჩაი. არ მიყვარს, არ სვავ, არც ფეხბურთს არ უყურებ, ძალიან ისეთი ინგლისელი ვარ და ყავა მერჩევნია ჩაის. კი ბატონო, და ყოველდღიურია ეს შენი სამუშაო, ხო? კი ბატონო, კი, დავდივარ ყოველ დღე და აგვისტოში ვთქვათ შობულება გიწევს, გადიხარ სადმე? უფრო მევლინება მიწევს, ანუ დავდივარ, ანუ თვეში ორჯერ დავდივარ სადმე დაწულ ტერიტორიებში. ეხლა სომხეთშიც მიყავი, ესაც მიწევს სომხეთში წასვლა. კითხო, ქართულ ავტორებს ლიტერატურას იცნობ? არ ვიცნობ ისე კარგად, ეხლა დავიწყე.
ფაქტიურად ახლა დავიწყე აკამორჩილაძის წიგნის კითხვა ქართულის რვეულები თურები ძალიან საინტერესოა და თან ენა არის უფრო მარტივი და ჩემთვის უფრო გასაგებია თემა არის საინტერესო ენა არის მარტივი და მუსიკასთან როგორ ხარ ქართულ სიმღერასთან მუსიკასთან ცოტა ой ნაკლებად აი პირველად რომ ჩამოვიდი რა თქმა უნდა ეს ქართული ყველაფერი ძალიან შემიყვარდა ასე თქვა და უსმენდი სულ ფოლკლორს და ასე შემდეგ მაგრამ რა ვიცი ტაძარში რა თქმა უნდა უსმენ გალობას სხვათა შორის ჩვენ ყავს ჩამოსული ერთი ამერიკელი მღვდელი ეს არის მართლმადიდებელი მღვდელი და ის ატარებს წირვას თვეში ერთხელ მალე მივა და ახალ სხვა ადამიანიც ჩამოვა და მე ვარ გალობელთა გუნდის დირექტორი ასე ვთქვა ძალიან პატარა გუნდი არის მუსიკაში კარგად დირექტორი და ვცდილობთ ქართულ სმენა გააქვს მღერი აცის კი შემიძლია გაჭირვების დროს შეიძლება რომ იმღერო კი წირვის დროს განსაკუთრებით როდესაც მიწევს კი ის შეიძლება საკმაოდ რთულია ხო სასწავლად ქართული გალობა არის და განსაკუთრებით ჩვენ შემთხვევაში რომ ჩვენი წირვა დარდება ინგლისურ ენაზე და ჩვენ ვცდილობთ ახლა გადავწეროთ ქართული ანუ ის საგალობელი ქართული ჰანგებით რომ მოვაწყოთ და ეს ძალიან რთულია იმიტომ რომ აი ქართულს აქვს ძალიან ბევრი სარგაი ძალიან განსხვავებულია ენა ენის გრამატიკა და შესაბამისად კი ტექსტი თვითონ ძალიან შეიძლება უფრო გრძელი იყოს ვიდრე ინგლისური და მაგრამ ვცდილობთ მაინც და იმედია ლამაზად გამოგვიფიქრა აუცილებლად გამოგივათ ლამაზად ბოლოს იმიტომ რომ ჩვენ უფრო ფაქტობრივად იწურება მე რას ეთყოდი ადამიანებს რომლებმაც მიგიღეს შეგიყვარეს და სრულფასოვან ადამიანად მოქალაქეთ საქართველოში გაგრძნობინეს თავი. ანუ ისა რაც კიდე მიმართე მოეფერე ამ ადამიანებს ქართველებს ბუნებრივია რომლებიც იმითაც ინტერესდებიან თქვათ როგორ ახარ ალბათ დარწმუნებული ვარ რომ მეზობლებს კიდე რაღაცას უნდა სხვა ურთიერთობა აქვთ ახლო მე პირველ რიგში არ მინდა რომ ვიღაცამ იფიქროს რომ ჯოზეფ აკარა ჩამოვიდა და კეიპობს სვავს ჭამს და მარტო ისე ტურისტად ცხოვრობს არა და ძალიან შრომელი ადამიანი ვარ და მზად ვარ რომ რაღაცა გავაკეთო საქართველოში ძალიან კარგი საქმე და ამასთან დაკავშირებით მე ძალიან მინდა რაღაცა გავაკეთო კერძოდ ჩემს უბანში ვფიქრობ ბევრი არის გასაკეთებელი შეიძლება გადამუშავების პუნქტი მოაწყოთ შეიძლება რაღაცა გადამუშავების თუ რა ლაპარაკი კი ნაგვის ანუ ის ვიტრინის და შუშის და ან შეიძლება რაღაცა ახალი რეაბილიტაცია გავაკეთოთ მაგრამ მე მინდა რაღაცა ისეთი რაღაცაში ჩავერთო ადრე დავდიოდი მაგცენს აი მოხალისე ვიყავი კათარზისის ცენტრში მაგრამ ახლა რომ ანუ ძალიან დაკავებული ვარ სამსახურით ვეღარ დავდივარ მაგრამ მე მაინტერესებს ახალი პროექტები თუ იქნება ახალი შემოტევასებები რომ ჩავერთო და რაღაცა კარგი საქმე გავაკეთო მზად ვარ და კი ბატონო ანუ შენ საქმით გინდა რომ მადლობა გადაუხადო ადამიანებს ხო გასაგებია კი მე მივხვდი მე მგონი სწორად მოკეთ აქ სრულდება ჩვენთვის განკუთვნილი დრო ძალიან დიდი მადლობა ჟოზეფ წარმატებები მინდა გისურვო მთელი გულით და როდესაც ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს მე იმედი მაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს ისე მოგმართავ იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან გინდა და როცა ადამიანს რაღაც ძალიან უნდა ის ყოველთვის გამოდის ხოლმე როგორც წესი ჯოზეფ სმიტი ბრიტანელი ჟურნალისტი მეგონი ყველაზე უფრო ქართველი რა ვიცი ვინც კი მყოლია აქ სტუდიაში იმიტომ რომ ჯერეს ერთი რომ ქართულად საუბრობს ძალიან კარგად მე ქართულად აზროვნებს და მეგონი ეს ჩემ მსმენელმა ახლა თავად ნახა და შეაფასა წარმატებები ჩვენ გამაწითლოთ მადლობა წარმატებები ჩვენს მსმენელს და ვემშვიდობები მათ 4 შაბათს დილით უკვე ნინოსთან ერთად დაგებრუნდებით დიდი მადლობა მშვიდობიან წარმატებულ და სასიამოვნო დღევანდელ დღეს გისურვებთ ნახვამდის Tilis Saministro, Radio Ilese.